ეს იყო ამერიკის ხმა და მეურმიშვილი სპეციალურად მაესტროსთვის ვაშინგტონიდან მადლობა მათ პარტნიორობისათვის. და გამოშვების დასასრულს. პროექტი ფიროსმანი და ასობით გაციფრულებული ფოტოშედევრი. ეროვნული მუზეუმის ახალი იდეა ქართული მხატვრების ნამუშევრების ერთ ვირტუალურ სივრცეში თავმოყრას გულისხმობს ნიკო ფიროსმანი, დავით კაკაბაძე, ელენე ახვლედიანი. მათი ტილოების ელექტრონული ვერსია ხელოვნების მოყვარულთათვის უკვე ხელმისაწვდომია. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. პროექტი ახალგაზრდა მხატვრების მხარდაჭერასაც ითვალისწინებს. თამარი ილურიძე და გიორგი კიკვაძე გვიჩვენებენ ვირტუალურ დარბაზს, რომლითაც ეროვნულმა ბიბლიოთეკამ საგამოფენო სივრცე ჩაანაცვლა. 1000-მდე ფერწერულ ტილოსა და 4000-ზე მეტ გრაფიკას სახლი იტევს, სადაც კარლო კაჭარავა ცხოვრობდა. მათი უმრავლესობა სხვადასხვა ალბომში, გამოცემასა და ინტერნეტშია გაფანტული. ეს კი ნიშნავს, რომ ნამუშევრები უკვე გაციფრულებულია და მალე განთავსდება ხელოვნების ვირტუალურ მუზეუმში. თავისთავად ორიგინალში ნახვა კარგია, ეს ყველაფერი ვიცით ყველა, მაგრამ ეს ფორმატი ძალიან წარმატებული უნდა იყოს წესით. პროექტს ფიროსმანის სიმბოლურად და თან შემთხვევითაც დაერქვა. ყველაზე ცნობილი ქართველი მხატვრის ნამუშევრები პირველი იყო, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის სპეციალისტებმა გააციფრულეს. ჯდომარე ლომი და ლომი მზეზე ფიროსმანის ალბომიდან ჯერ სკანერზე გატარდა. კომპიუტერული დამუშავების შემდეგ კი საერთო სივრცეში აიტვირთა. სრულყოფილებაზე პრეტენზია არ გვაქვს, მაგრამ დღეისათვის გვაქვს 157 ფოტო გაციფრებული, სულ 7-8 მხატვარი გვაქვს გაციფრებული, მაგრამ იმედია, რომ თითქოს უფრო გამდიდრდება და უფრო სრულფასოვანი გახდება. ავტორები ამბობენ, რომ პროექტის მიზანი სხვადასხვა ოჯახსა და დაწესებულებაში დაცული ნამუშევრების შეგროვება და თავშეყრაა. შეიძლება ითქვას, რომ სამუშაო დასახულ მიზანს გასცდა. ინტერნეტ სივრცეში უკვე მოხდა ისეთი ტილოების ფოტოასლები, რომლის ორიგინალიც დაკარგულია. ასეთია ფიროსმანის ძაღლი ბათურა და დავით კაკაბაძის 4 ტილო, რომელსაც ფოტო თავად მხატვარმა გადაუღო. არ შემოვიფარგლებით მხოლოდ კლასიკოსების ნაწარმოებებით, არამედ ძალიან აქტიურად გარკვეულწილად მხოლოდ თანამედროვე მხატვრებს. ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ისტორიის გაციფრულება ჯერ ტექსტებითა და უძველესი ფოტოებით დაიწყო. ახლა ბიბლიოთეკის ინტერნეტ პორტალზე იპოვით გვერდს, სადაც რამდენიმე მხატვრის ნამუშევრები უკვე გამოიფინა. უცხოელი დამთვალიერებლის ინტერესისთვის კი საიტი მალე ინგლისურენოვანი გახდება. ნებისმიერ ქვეყანას აქვს ერთი დიდი გალერეა საცავი, რომელიც გულისხმობს მის ვიზუალურ ისტორიას და შესაბამისად ვთქვათ, ჩვენ ვიფიქრეთ, რომ სხვა გამოცდილებებიდან გამომდინარე, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკასვე აქვს, დაგვეწყო მსგავსი ტიპის დიდი დეპოზიტარიუმის შექმნა. ხელოვანებს, ვინც თანამედროვეობას ფეხს უწყობენ და საკუთარი ნამუშევრების საგამოფენოს გარდა ვირტუალური დარბაზისთვისაც ემეტებათ. ჯერ კიდევ აქვთ დრო, ან საკუთარი ნაშრომი ეროვნულ ბიბლიოთეკასა და სკანერს, რომელიც დროს შეინახავს.